გამარჯობა, შევიყურებთ მაგაც და როგორც იქნა დადგა ეს მომენტი, როცა შემიძლია ჩემი X5-ის ბოლო ვიდეო შემოგთავაზო. მაგრამ ბოლოა, მაგას ვიდეოს ბოლოში გავიგებთ. ეხლა კი უბრალოდ ჩაუჯექით და დავიწყეთ. მოკლედ ეხლა ამოვედით Google-ზე X-ის დანარჩენი ნაწილები შეღებილია თუ არა მაგის სანახავად. ხო და ეხლა მივგორდები მალი ერთთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შეღებილი იქნება. და არა ჯიგარო ზეგი მოდის არ მეტყვის. ჩვენი მანქანა აქ ხო არ დგას. აბაშა. არა მან რაპტორი არა ბოქსებში რა ხდება. რაღაცა შავი დგას. ჩვენი არ არის. არა ჩვენი არც ერთი. წავით. არც მანქანა ვიცი სად არის. არც დანარჩენი ნაწილების ამბავი არ ვიცი, ცოცხალია, მკვდარია, შეღებილია, არ არის. ეხლა გამოჩნდება რა არის და რა არ არის. სანამ ვიდეოს დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ და ეს მნიშვნელოვანი რაღაც არის Carcheck G. ყველაზე მარტივი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი ავტომობილის ისტორიის შემოწმების პლატფორმა და ყველაზე იაფი Carfax-ის შეძენის საშუალება ერთ ფანჯარაში, თავიდან ბოლომდე. შედი, დატესტე და თუ რამე არ მოგეწონება, მერე გვითხრა. თუ მოგეწონება, მაგას ჩვენით მივხვდებით. აი ეს არის ჩვენი ნაწილები, რომელიც შეღებილია და ყრია. სალამ, როგორ ახარ? კარგად, რა მიჭირს? სულ ეს არის ნაწილები შეღებილი? კიდე გაქვს? საშინლად შეღების ხელოვნება. იშვიათად ცუდი შეღებილია. ძალიან იშვიათია რომ ესეთი შეღებილი ვაგანა ნახო. ნუ მართლა რომ გითხრათ ხა ველოდებოდი კიდევაც რომ ინბოქსში მეტი ამაზე უკეთესი არაფერი გამოვიდოდა. თუმცა ძალიან სამწუხარო. ხე გაირეცხა და აი კატასტროფა. მაგრამ შავზეა ეს კაპოტის ეფექტიც არ ეტყობა რა. როგორ შევღებოთ ავტომობილის საშინლად. შემიძლია ტუტორიალი ჩაგიგდოთ ამ მანქანის კეთების პროცესის. ეგეც შენი დამოუკიდებელი მექანიკოს სპეციალისტი. აქვე არ დაგვაუწყდეს რომ Lion Auction-ი ატარებს ცოცხალ აუქციონებს ყოველ შაბათს წეროვანში Lion Auction-ის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი ავტომობილი დგას. უამრავი ავტომობილის ცოცხალ შეძენაც შეიძლება როგორც Lion Auction-ზე, ასევე ფიზიკურად სადგომიდან პირდაპირ ყიდვაც, მაგრამ ის ავტომობილები, რომლებიც ცოცხალი აუქციონისთვის არის გამოცხადებული, შეგიძლიათ წინასწარ ჩახვიდეთ, დაათვალიეროთ, შეამოწმოთ და შემოწმების მერე მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელ აუქციონზე გიღებთ მონაწილეობის მიღებით და რომელზე არ გიღებთ. მაგის მერე უკვე ცოცხალ აუქციონში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკული გამოცდილებიდან დგინდება, რომ ძალიან ხშირად ძალიან ბევრი ავტომობილი იმაზე გაცილებით იაფად იყიდება, ვიდრე ამერიკაში გაიყიდება და ან ვიდრე საქართველოს სადმე სხვაგან შევიდით. ამიტომ Lion Auction.com-ზე შევდივართ, ვათვალიერებთ ცოცხალი აუქციონის ავტომობილებს, ვარჩევთ და შაბათს ჩავდივართ ცოცხალ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ასევე PQ0880-ზე დარეკავთ და თავიდან ბოლომდე აგესნია ყველაფერს. თან მით უმეტეს ეხლა ყველა მიაწყდა ამერიკას და ამერიკაში ყიდულობენ ავტომობილებს იმაზე ძვირად, ვიდრე ცოცხალ აუქციონზე წეროვანში იყიდება. ეგ ფენომენი ვერ ამოხსენი, მაგრამ ალბათ ჩვენი ეს არის, რა ქვია. ქართველების სტილია რა, სადღაც შორს უნდა გავიქცეთ, რაღაცა მიუწვდომელს უნდა მივწვდეთ და ის ჩამოვიტანოთ ციდან, იმიტომ რომ აქ ადგილობრივი არ მოგწოს, აი გვერდზე რო უყურებ რა. აქ რო ხედავ მანქანას და ზიანება აქვს, მაგრამ ეს ისე არ მომწოს, აი მირჩევნია საიდანაც 1-6 თვე ველოდო, მე რა ჩამოვა ვერ გავარკვიო, თუ მაგის არ გვეგენდება რა ჩამოგივა, რა თქმა უნდა Carcheck G-ზე შეგიძლია გადაამოწმო როგორც Carfax-ი, სულ რაღაც 5 ლარად, ასევე AutoCheck 4 და 50-ად და ასევე აუქციონის ისტორია სრულიად უფასოდ, თავის ძველი აუქციონებით, ახალი აუქციონებით, სურათებით და ასე შემდეგ. საინტერესო ვიდეოს დასაწყისი გვაქვს. საინტერესო ვიდეოს დასაწყისი კი არა, უბრალოდ სწორედ რომ თქვათ, ჩემი X5M-ის წესით და კანონით ბოლო ვიდეოა, იმიტომ რომ თქვენს დაგღალით და მეც დავიღალი ამ ავტომობილის კეთებით უკვე. ეხლა ესე იგი რა ხდება? სანამ კონკრეტულად ავტომობილის კეთებაზე გადავალ და ავტომობილის კეთებას დავიწყებთ, მანამდე მინდა რომ ორი სიტყვით ავხსნა, აქ როგორ მოხვდი, რატო ვაკეთებთ აქ ავტომობილს, ზოგადად ამ სივრცეში, დიტეილინგიც აქ რატო გადაწყდა და ასე შემდეგ. ესე იგი სიტუაცია არის შემდეგი. ეს ტერიტორია ეს არის ავტოსერვისი Google-ზე. ავიღეთ გამოჩნდება. ეხლა გადაწყვეტა კეთების ჩართვა. აი დავველოდოთ ფონის გამორთავს.
ისტორია როგორ აღმოჩნდი ამ სერვისში. ესე იგი, ეს არის კუკიაზე ეს სერვისი, რომელიც ეკუთვნის ჩემს მეგობარს. რომელსაც რო ნახა რომ ამ ავტომობილი ძალიან ნაუმარ მდგომარეობაში იყო, ერთად გადავგვეთ რაღაც საქმეზე და მოდი ამოიყვანეო, რომ ჩვენთან გააკეთეო რა. მაგ ავტომობილის გაკეთებას ვაპირებდი customer-ის ბიჭებთან, ანუ შეთანხმებულიც ვიყავი რაღაც დონეზე რომ უნდა გავიკეთებინა, უბრალოდ აქ როცა კეთება დავიწყეთ, მაშინ ჯერ კიდევ სერვისი არ ქონდათ ბიჭებს. და customer-თან რო გავაკეთებდი ამ ავტომობილს, გადაწყვეტილი მქონდა მე რომ racing line detailing-ში უნდა წამეყვანა, racing line-ში და იქ გადამეკრა და დამესრულებინა ეს ავტომობილი. ჩანაფიქრი ესეთი იყო. მაგრამ მოხდა ისე რომ რომ თქვა რომ ამოიყვანე, თქვა რა შემოთავაზა რომ ამოიყვანე ავტომობილი ჩვენთან გავაკეთოთ, ნუ კაი მეთქი გავაკეთოთ. ეხლა რა ხდება აქ რა ესე ორ სიტყვაში ავხსნით. ზოგადად ეს არის სერვისი, რომელშიც კიდე ჩართო მოხდა ისე რომ ამოვიყვანე კიაზე აქ სერვისში და მოდი ახლა ახსნით სერვისის კონცეფციას. რა ზოგადად არსებობს სერვისები, რომლებშიც არის ერთი მენეჯმენტი და აყვანილი ყავთ ხელოსნები, რომლებიც მუშაობენ სერვისში და არის მეორე კონცეფცია, სადაც ყველა ინდივიდუალური მეწარმე თავისთვის ცხოვრობს, რასაც უნდა იმას აკეთებს. გაქირავებული აქვს თვითონ სერვის ბოქსები და ამ ბოქსებში მუშაობენ დამოუკიდებლად ადამიანები. როცა დამოუკიდებლად ადამიანები მუშაობენ, ყველა აკეთებს თავის საქმეს და ანუ ესე ვიწრო პროფილურად აკეთებენ რაღაცებს და პლუს ამ ყველაფერს აკეთებს ისე როგორც თვითონ გაუსწორდება რა. ანუ როცა დიდ სერვისთან გაქვს საქმე და ანუ სერვისი არის შენთან პირი რომელთან ურთიერთობა გაქვს, მაგ შემთხვევაში სერვისი იღებს რაღაცეებზე თან პასუხისმგებლობასაც და თან მუშა პროცესებსაც სერვისი ალაგებს. ამ შემთხვევაში რადგან დამოუკიდებელი ადამიანები იყვნენ, სპეციალისტები, ასე ვთქვათ, ხელოსნები, ყველა აკეთებდა თავის საქმეს და ყველაზე ცუდი ამ მსგავსი პროფილის სერვისებში არის ის, რომ ვისაც როგორ უნდა ისე მუშაობს რა. ანუ როცა უნდა მოდის, როცა უნდა მიდის, როცა უნდა სალია, როცა უნდა არც სალია და ასე შემდეგ. შესაბამისად ამ ყველაფერმა შექმნა ის, რომ დაახლოებით 3 თვე ამ ავტომობილის დაშლა აწყობა შეღებების პროცესი. უბრალოდ დაშლა შეღებების პროცესი აწყობაზე ჯერ არ მესულა და აწყობა კიდე წინ გველოდება, რომელზეც ასევე არანაკლებად გავერთობით. როცა ამ პროფილით მუშაობს სერვისი, ძალიან რთულია იქ შენ თუ არ გახარ და ყოველდღე არ დადიხარ, რაიმე ესე ქრონოლოგიურად სწორად და მალ-მალე გაკეთდეს და შედეგით შესაბამისი გვაქვს დროის ფაქტორში. ეს რო ყოფილიყო რაღაც ისეთი პროფილური სერვისი, რომელთანაც სერვისია შენთან პასუხისმგებელი, გაცილებით მარტივი იქნებოდა ურთიერთობა და დროშიც გაცილებით ნაკლებად გაიცელებოდა. ასევე კიდე ერთი ყველაზე დიდი მინუსი ამ მსგავსი ტიპის სერვისებს ჩემი გადმოსახვედრიდან რაც აქვს, არის ის, რომ შეიძლება ბოქსი კონდეს ნაკირავი როგორც ძალიან პასუხისმგებლობიანი ძალიან პასუხისმგებლიან, უბრალოდ ძალიან პროფესიონალ და ძალიან მაგარ სპეციალისტს, ასევე შეიძლება ბოქსი კონდეს ნაკირავებ ადამიანს, რომელსაც არც სიჩქუა მოეკითხება და არც ავტომობილი იცის. და ეგეთებით შეიძლება შეხვდეს და შეიძლება ძალიან მაგარი პროფესიონალიც შეხვდეს. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე რაღაცა ისე კონკრეტულად ერთ სერვისზე რაღაცის თქმა, რომ აი ეს სერვისი კარგია, ან ეს სერვისი ცუდია. მაგალითად, სადაც თვითონ სერვისი უზრუნველყოფს სრულ საწარმოო ხაზს, ასე ვთქვათ, ავტომობილის მიღებიდან ავტომობილის მოხმარებლამდე დაბრუნებამდე, მაგ შემთხვევაში მარტივია ხოლმე თქმა, სერვისი რამდენად კარგია ან ცუდია. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ მაგას ვერ ვიტყვით, სერვისი კარგია თუ ცუდია. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ რატო არის ხოლმე ესეთი პროფილური სერვისები, რატო არსებობს და იდეაში ხელოსანს რატო ურჩევნია ზოგადად ესეთ სერვისში მუშაობა. ზოგადად კარგი სპეციალისტების უმეტესობა ცდილობს, რომ მსგავსი ტიპის სერვისებში ან თავისთვის ბოქსი იქირავს და იმუშაოს და მარტივი მიზეზი აქვს მაგ ყველაფერს. და ანუ ამ შემთხვევაში ესეთი სერვისების უზარმაზარი პლუსიც არ უნდა გამოგვჩნდეს, ესეთი სერვისების უზარმაზარი პლუსი ყოველთვის არის სერვისის ღირებულება, იმიტომ რომ გაცილებით ნაკლებია ღირებულება, ვიდრე პროფილურ სერვისში იქნება. ანუ ესე სრულფასოვან სერვისში იქნებოდა და მაგას თავისი მიზეზი აქვს, ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ როცა პროფილური სერვისია, იქ სერვისის მენეჯმენტს აყვანილი ყავს თანამშრომელი, ამ აყვანილი თანამშრომელზე უნდა გადაიხადოს იდეაში საშემოსავლოც, თანხაროჯ, ანუ როცა კომპანიაში ირიცხება თანხა, საშემოსავლო და ასე შემდეგ ხარჯები, ანუ დაახლოებით 40%-მდე ადის თქვენი გადახდილი თანხა, მიდის 40%-მდე უხეშად სახელმწიფოში, როცა მსგავსი პროფილის სერვისში მიდიხარ ავტომობილის ან ნებისმიერი მომსახურების მისაღებად. თანამშრომელსაც იქიდან ხვდება დაახლოებით უხეშად ხოლმე 30-40%, 40% შემთხვევა ძალიან ისეთია. დადებითი შემთხვევა არა, როცა თანამშრომლამდე 40% მიდის და შესაბამისად იმისთვის, რომ თანამშრომელსაც ანუ თავის შრომის ღირებულება გამოუვიდეს და თავის შრომის ღირებულება აიღოს და იმისთვისაც რომ სერვისაც რაღაცა დარჩეს, შესაბამისად გაცილებით ძვირია მსგავს სერვისებში რაღაცების კეთება, ვიდრე ესეთ პროფილურ სერვისებში, სადაც კონკრეტულ მოჭრილ იჯარას იხდის ანუ ხელოსანი და თავის ნებაზეა, რასაც უნდა იმას შვება რა, რა ფასსაც უნდა იმას ანუ ფიქსირებული გადახვდელია, მცირე მეწარმეა, ფიქსირებული გადახვდელია, თვეში 100 ლარს იხდის ბოქსი რო აქვს ნაკირავები, ანუ იჯარას ალკე იხდის და სახელმწიფოს უხდის თვეში 100 ლარს და რასაც უნდა იმას შვება, შესაბამისად მსგავსი პროფილის სერვისებში ფასი ყოველთვის დაბალია, თუმცა ხარისხი სამწუხაროდ
ავტომობილსაც ეტყობა და გაწელი დროსაც, რომ ხშირ შემთხვევაში ის ვერ არის, რაც გვინდა რომ იყოს. მაგრამ ფასის შესაბამისი ხარისხი, მოდი ესე სწორად რო ვთქვათ რა, მსგავსი პროფილის სერვისებში ვიღებთ ფასის შესაბამის ხარისხს. და მან აი ხა როგორც მე მაგალითად ამ მანქანის საშინელ შეღებაზე, ტვერზე და ასე შემდეგ რაღაცებზე პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ესე იქნებოდა, იმიტომ რომ ხელოსანსაც რო შევუთანხმდი, რო შევხედე რა პირობებში მუშაობდა, იმ პირობებში ამაზე უკეთეს ფიზიკურად ვერ გამოიყვან, ვიცი რომ ვერ გამოიყვანს და ის პირობებისთან თავისი მოწყობილია, რომ თავის გადაწყვეტილია, რომ ესეთ პირობებში უნდა იმუშაოს. ჩვენ ბოქსი აქ ნაკირავი, იქ მეტი არაფერი არ გაუკეთებია და არც კამერა უდგას საშრობი, არც ანუ რამდენიც არ უნდა იწვალო თუ ეგეთ ბოქსი ანუ თუ სივრცე წესიურად არ მოაწყე, რაც არ უნდა მაგარი მღებავი იყო, კარგად ვერ შეღებავ რა, აზრი არ აქვს ფიზიკურად. არსებობს შენს გარდა კიდე ბუნება, რომელიც ხელს გიშლის მოკვლევის კეთებაში და თუ შენს ბუნებას ხელს უწყობ, რომ რაღაცებში ხელი შეგიშალოს, რომ მაგ შემთხვევაში შედეგი ესეთი გამოდის და სამწუხაროდ ეს მანქანა ესე გამოიყურება შეღებების მერე. რა თქმა უნდა, რომ არ მომწონს როგორც არის, რა თქმა უნდა, რომ ცუდია, როგორც არის, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ შემთხვევაში ბაზა დიტეილინგის, რომ ამ ყველაფერს რაღაც დონეზე მაინც შეძლებს გამოსწორებას და იმ კონდიციამდე ვიყვანოს, რომ მანქანას დაემსგავსოს. იმიტომ რომ დიდად ეხლა რო გითხრათ იმაზე ვერ მომწონს თქო, ვიდრე აქ რომ მოვიყვანე, მაშინ მომწონდა, არა, ანუ ვიზუალურად დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს მივიღებთ, იმიტომ რომ ოხრად ფული დავხარჯე, თუმცა ორჯერ და სამჯერ მეც დავხარჯავდი ჩაოლებრივ სერვისში რომ წამეყარე. ეგ კიდე ცალკე ფაქტორია, ანუ ზუნწი ორჯერ და სამჯერ მეტჯერ იხდის და სამწუხაროდ ეგრე გამომივიდა მეც ამ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება დიტეილინგს, რატო არ წავიდა აქედან მანქანა რეისინგ დიტეილინგში და რატო წამოვიდა ბაზაში და ანუ ამ ტერიტორიაზეა ბაზა დიტეილინგი. ბაზა დიტეილინგი ცალკე კომპანია, რომელსაც აქ რამდენიმე ბოქსი აქვს ნაკირავები და რეალურად არის აქაურობის მეპატრონი არის ბელორუსიდან, რომელმაც მითხრა რომ ძალიან მაგარი სპეციალისტები ყავს, რომელმაც მითხრა რომ უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ ყველაფრის კეთების და ნუ რაღაცა ზოგადად ჩემი YouTube კარიერის და რაღაცების შესახებ რო გაიგო, თქვა რომ მოდი აქ გავაკეთოთ და ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ძალიან კარგად კეთება. კი ბატონო, მე რეალურად ქართულ დიტეილინგები ანუ საქართველოში რა ქართველი დამფუძნებლების ასე ვთქვათ, დიტეილინგებთან ძალიან ბევრთან მქონია შეხება, ძალიან ბევრი კარგი დიტეილინგი გვაქვს. მე ვთვლი რომ ამ ბაზარზე ანუ ჩვენთან არანაირი დეფიციტს არ განვიცდით და არანაირი უცხოური ასე ვთქვათ, ჩართულობა არ გვჭირდება, როგორც ასეთი, თუმცა ყველა ადამიანს აქვს უფლება, ეხლა ჩემი თავი წარმოვიდგინე, მე რომ უცხო ქვეყანაში ჩავიდე და იქ რაღაც საქმის გაკეთება გადავწყვიტე და თან ჩემი საქმე ძალიან მაგრად ვიცოდე და ძალიან კარგად ვაკეთებდე და ნაციონალური კუთხით რომ მომიდგნენ რომ აი შენ ქართველი არ ახარ და მაგის გამო შენ მუშაობის უფლება არ გაქვს, ეგეც ძალიან გამიწყდება. ამიტომ მივეცი შანსი აქაურობასაც, ნახოთ, რას გააკეთებენ, როგორ გააკეთებენ, გამოჩნდება ყველა ერთად დავინახავთ და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირობითად ისევ რეისინგ ლაინში არ წავედი და მოვედი, ანუ დავტოვე ავტომობილი აქ, აი საშინელების გამოსასწორებლად. ეხა კაპოტზე მიდევს კამერა და ისე ვიყევ და იმიტომ ვიყურები ესე დაბლა რა, ჩემ საშინელ ავტომობილს უყურებ. ეხლა თქვენ ვერ ხედავთ მაგ ყველაფერს. ხო და, ნუ იგივე, ანუ საქართველოში ეხა ჩვენ გვაქვს იგივე რეისინგ ლაინი, დიტეილინგ გარაჟი და სხვა ძალიან ბევრი კარგი დიტეილინგი, რომელშიც შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი გავეკეთებინოთ. თუმცა ნახოთ სურათი რა გამოვა. ეხლა გავიდეთ უკვე ვიდეოზე, ვინც აქამდე ჩემს მონოლოგს უყურეთ და უსმინეთ. უღრმესი მადლობა, ასევე თუ ანუ ჩანაფიქრი არის რომ ეს ვიდეო ახალწლამდე უნდა დაიდოს და თუ ახალწლამდე დაიდო, გილოცავთ დამდგარ ახალწელს, თუ ახალი წლის მერე დაიდო ეს ვიდეო, გილოცავთ დამდგარ ახალწელს უკვე. მოკლედ, დავიწყეთ ჩვენი ტანჯულის კეთება და ნახოთ რა გამოვა. შემდეგი დღეა ესე იგი და მანქანის პოლირება დაიწყო. პოლირება ცოტა ხვაბაღალი ნათქვამია. უფრო შკურკვა დაიწყო ავტომობილის. აი ამ მდგომარეობაშია ახლა. სხვათა შორის გაშკურკულს კიდე არა უშავს, ცოტა ნორმალურად გამოიყურება იმასთან შედარებით, რაც იყო შეღები. მოკლედ, სუნთლიანად უნდა გადაიშკურკოს, რაც კი რამე ნაწილი გააჩნია ავტომობილს და მაგ გადაშკურკვის მერე უკვე გამოჩნდება რა გამოჩნდება რა, გაუკეთდება უკვე პოლირება და რაღაცას დაემსგავსება, მაგრამ ჯერჯერობით ამ მდგომარეობაში. ისე მატოვი უხდება და ხო არ დავტოვე მატოვად. რა აზრის ხარ? ესე მესამე დღეა შკურკვის ამ მანქანის. და ეხლა ვართ ამ მდგომარეობაში. ეს ნაწილები ჯერ გარშემო რაც არის, ყველაფერი კიდე გასაშკურკია. კაპოტების აი ეს ამობურცული ადგილი ცოტა გადაპოლირებულია, რომ სატესტოდ გადაეპოლირებინა და აი აქაც კი გადაშკურკვის და პოლირების მერე მაინც იამკები აქვს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გადაშკურკული და გადაპოლირებული უკვე საკმაოდ კარგი გამოდის. ყოველ შემთხვევაში ეფექტი ეგეთი აქვს, რომ ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. უბრალოდ დააკო დამართლა ადამიანი, რასაც ქვია დღესთან ვერ მორჩება ამის შკურკვას, მინიმუმ ხვალე უნდა გააგრძელოს კიდე აი ესე დეტალ დასდევს და მღებავის გაფუჭებულ საქმეს ასწორებს. აი ესე
ნაწილ, დეტალ, რამენაირად რომ ამისგან რაღაცა გამოვიდეს. რადონის სამუშაოს დებს ახლა მანქანაში პროსტა სიტყვით ვერ აღწერ. აქამდე ხომ ეზიზღებოდა სამხედრო სათუნუქე სამუშაოები და ხელს არ ყიდებდი. მათ შორის პოლირებაც. და ამიერიდან საერთოდ აზრადაც არ მოქვს რომ ხელი მოვკიდო, იმიტომ რომ აი რასაც ახლა მე ამის ტანჯოს უყურებ, თან ჭერი გადასაშკურკია კიდე. ამ ჭერი არ გაუკეთებია. გასაკეთებელია აი ეს ყველაფერი, ცალ-ცალკე დეტალები, ნაწილ. კაროჩი. უზარმაზარი ტანჯოა გამოვლილი ამ მანქანაზე. და ჯერ კიდევ გამოსავლელი ავხრთ. მოკლედ, ეს არის დღე მესამე და ჯერ ამ მდგომარეობამდე ვართ მოსულები. მოკლედ, ახალი გასართობი მოვიფიქრეთ. ესე იგი, ფერი გქონდა უკვე შერჩეული, რა ფერს ვაკრავდით, მაგრამ თან ვაკრავდით ვინილს. საშა არის აკაუროვის მეპატრონე, რომელიც მეუბნება, რომ ვინილის გადაკვრას პოლიურეთანი გადავაკრათ ჯობია და თან გაცილებით უკეთესი იქნება. ანუ დამცავობის მხრივ იქნება გაცილებით უკეთესი ვიდრე ვინილი. და რაღაცა ферепс тут мы ничего не поймем. Просто нихуя не поймем. Мне вот это больше нравится. Она как-то пизже, просто смотрится. Это темная, слишком темная. Ну да, смотрится охуенно. ესე იგი, რა ხდება ახლა? როგორც იქნა ფირი ჩამოვიდა და ფირის ჩამოსვლა ცალკე ატრაქციონი გამოგვივიდა და მაგას მოდი არ მოვყვები, იმიტომ რომ FedEx-ზე ბევრი ცუდი რამის თქმა მომიწევს ძალიან და ამიტომ თავს შევიკავებ. გუშინ ჩამოგვივიდა ფირი და გუშინვე დაიწყო გადაკვრა. ოპა, პაკიპუკა დონდობელი გეიჩიტა, სიმო. მაქსახით არ გინდა ძმაო. აჰა, პაპოს ვინც ითხოვდით აგერ არის ძმაო. მაქსახით არ გინდა გვეშინია ახალ გაღვიძა. არა, გუშინ მახსოვს რა რომ რაღაცებს მებაზრებოდი კამერო დილითო ეს საქმე ხო შეჭე ანუ დილით რამდენი საქმე ჩავივითვალე ეცი მეთქი დილით კი არა ხვალ მაგას ვერ მოასწრებ შანსი არ არის რა და ტის ურეკავ 12 საათზე ურეკავ და ხარა შეჭება გუში ყავები აი პაპო აუ ეს ამდენი ჯართი საწავიღო თენგო შენ მანქანაში ოიდი ნა მოკლედ ეგ არის. ანუ ესე იგი დისკები ჩავდეთ, საჭე ჩავდეთ, აბლიცოვკა ჩავდეთ და წვრილმანი პლასმასები, ინტერიერის რაღაცეები ჩავდეთ. ფარები აქ არის და ჯერჯერობით იყოს. ფარებს სავარაუდოდ ხვალ წავიღებთ, იმიტომ რომ მაინც ხო ეხლა კაკრას ხვალზე გემორჩება გადაკვრა. ეხლა ვალავთ ნახავთ რა მდგომარეობაშია. ანუ წესით ხვალზე უნდა მორჩეს გადაკვრა და რო გადაიკრება ხო გარედან მთლიანად უნდა ავაწყოთ. და გარედან რა დეტალებიც გვჭირდება, იმ დეტალებს იმას ვიზავთ რა ქვია. დავაყენებთ ყველაფერს რა. ერთადერთი წილკნიდან გვაქვს ჩამოსატანი კანტები, იმას რა ქვია, ბამპერის და კრილოს გადაბმაში თეთრები რაც უყენია წინ, ეგ გვაქვს ჩამოსატანი და ფარები აქედან წასაღები. დანარჩენი გარე ნაწილები ყველაფერი გვაქვს. და ინტერიერს აი ქიმწმენდა რომ დაიწყება სადღაც მან და შეიძლება გავაკვეხო ხო რა, ნახოთ არ ვიცი. ან დავაქიმწმენდებინებ თავიდან ბოლომდე. პროსტა ამ პანელს გავასუფთავებინებ და გადავაწყობ და იმ პანელს გავასუფთავებინებ და დავაყენებ. რა მეთქვა? ხო, საჭის დაყენებას მე არაფერი არ უნდა Android-ს რაღაცებს, ან წილკანში წავიყვანთ და ყველაფერს მე იქ ვიჩარიჭებთ უკვე რა. მოკლედ ამ თავი იქიდან გამოვიყვანთ მანქანა და წილკანში წავიყვანთ და დანარჩენს მე ანუ ეიბახებიც ყველაფერი მე გაკეთდება უკვე რა. ეიბახებიც ახლა არ ვჭირდება. всё, ეგ არის, დავუშვი. ახლა აუდი სად აკეთებს საქმეს? როცა BMW ფუჭდება აუდს და აქვს ნაწილები. იტინაცუ. აი თქვი შეშება. რა წინადადებაზე რა თქვი? ვერ მიხვდა რა თქვი პროსტა. არის ვაფშე სხვა ფერი, მან საერთოდ სხვა ფერია ვიდეოში. ეს საერთოდ. ო, და ანუ ნახეთ ახლა ვიდეოში цаг დარწმუნებული ვარ რომ ისეთი არ გამოჩნდება როგორიც არის. ახლა ამას გარეთ რო გავიყვან და დისკებს დავაყენეთ. მე ვილაპარაკოთ რა არის და რა არ არის რა. ეს არის რა ქვია. კაპოტს უყურე როგორ უხდება. ეს ახლა შუქზე გარეთ გაყვანილი. ფერზე კიდე ისე ფიქრობ რა? ზე არ ვფიქრობია. აბა? სვანაის ველობით, ანუ ღია მეგონა, უფრო გავამიგზავნა. ფაქტია ღია.
ხო, ანუ რაც სურათებში ჩანს იმასთან შედარებით ღია. ავი ხა აქედან რო უყურებ მე ძალიან მომწონს. აქეთ ვაფშე სოფერია და აქეთ სოფერია განათებული ხანია თვითონ. ხო, იქით მოგიჩანს უფრო თითქოს. აი სულის ეს. ხო. არა, რავი შეშევა, მე მაგრად მომწონს. აი მაგრად მომწონს და. ეს დასრულებული წარმოედგინია, აბა. მე მგონი ჭერის შავი დატოვება არ არის ცუდი იდეა. ცხვირია ყველაზე საინტერესო. ცხვირი დასრულებულს გავს. დღეს ხო, ჩაიკეცება და დღეს შეგვიძლია ფარები და ბაბაჭკები მივაყენოთ. ან ცხვირი იდეაში და ბამპერიც შეიძლება დაჟე ძალიან თუ მოვინდოეთ. ხო, ნახოთ. ბიჭო, ყველა მხრიდან სხვადასხვა ფერია ვაფშე. მაგასო. ანუ აქ ეხა მუხი ჩაც. წეგარო შემოვით იქ ღია იყო. კაროჩე 3 მეტრზე ახლოდან ამ მანქანას არ უყურებთ რა. ეგრე გამოვიდა საბოლოო ჯამში. შორიდან და 200-ის პლუსით მე კარგად გამოჩნდება. კაი, ეხა ფარი ამოვიღეთ და რამენაირად ფარიდან ჩაგდებული ტრიემის ორმაგის კოჩის ექსტრაქცია დავიწყეთ. ტაკს, ესე გამოიყურება ჩვენი ფარი და შიგნით აგდია ტრიემის ეს რა ქვია, ორმაგის კოჩი, რომელიც რამენაირად უნდა გამოვიღოთ აქედან. ესე მოძრაობს, ესე დადის. ტინ 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 პავროტრიკიდან არ გამოდის, ხო? არა, პავროტრიკიდან არ გამოდის. აი შემიძლია შემოვაგდო რა, იმ ლედის ქვეშ შემიძლია შემოვაგდო, ოღონდ იქიდან მე როგორ უნდა გამოვიტანო? აი ეგ არ ვიცი. ოპა, სადღაცას ჩავაგდე. ქვეშ ჩავაგდე. არა, კაჩები. ხედავ? უტრიალთ. რამე ხო არ გინდა პინცეტი, ლანცეტი, მანცეტი, შანცეტი, კანცეტი, ტანცეტი. ანუ არანაირი ცეტი არ გინდა. ოპა, ორმაგის კოჩის ექსტრაქტირებულია. ეხლა ნახე შენ. ისე დედაო. კაი, ეს ჩავდე თავის. მეორეში არ არის საფი. აი ხა მეორეც ამოვიღო და დავათვალიეროთ რამე მსგავსი უარ გაიშტე. ეგ არის რომელიღაცას მომძვრალი. აი. კი ბატონი, აი მის პლატიდან არის მომძვრალი ეს. მეორე ფარს, ნუ ესე არაფერი არ აგდია. მეორე ფარში. ეგ არის. ხუფები დახურებული, ესე გამოიყურება ჩვენი ფარი. სარკე ხო არ შევცვალოთ, ბარე. შევცვალოთ. ეს შუშა გვა გამოსაცვლელი სარკის. მოიდა. დედაში. მარჯვენა. ხო, აგე შუშა ნახე რა დღეშია. აუ, ესეც გატეხილი აქ, ბიჭო, კანტი. ეგ კანტი პირველი ცვლილება იცი? მე როგორც მახსოვს. სარკის არის მთლიანად? აი ეს არის მთლიანად. ხო? ხო, და მე მახსოვს რომ აქედან არ იხსნება ეს. არა, ნახოთ. კაი, ამ სარკეს რაც შეეხება, ეს უნდა ამოვაგდოთ. კაი, ეს სარკე ამოგდებო. ხო, ეს ნახე მთლიანია აქ. მაგრამ აქედან იხსნება? ნახე, აი ამ შურუპებით იხსნება, მე მგონია ეს პლასმასი. ნახოთ. მე თუ ეხლა ნახოთ. ბარემ დაშლილი გვაქვს და თუ იხსნება და თან ჩვეულებრივის თუ მიდის. თუ ემის არ უნდა ეგეც. ესეც გატეხილია? არა, ეს თელი. არა, ამას ვიყურებ. ეს აქვს თუ არა. აბა ნახე. ეს აქვს. იგივეა შეჭი. ხო, გავს. იგივე. მოდი პარტნიორით გადავამოწმოთ. პარტნიორის მაგის პარტნიორის ვინ მოგცემს ცალკე? ვითომ? არა, შანსი არის მაგის პარტნიორის ვერ იყო. მაშინ იგივე. ხო, იგივეს. იგივე, რავი, თვალით იგივე. კი. კაი, ნახე, მაშინ ჩვენ რა გვინდა ეხა? ამაში განსხვავება არ არის ზუსტად. ხო, ეგ მე ზუსტად ვიცი. ეს უნდა ცადოთ ეხა დავშალოთ რა, ეს შურუპები მოუშვათ. თუ ეს ამოვიდა, წავიდეთ სარკე დავითრიოთ რამე და სარკე მოვიტანოთ და ეს გამოვცვალოთ რა. რა ხუფები? ის უკანა ხუფები? ანუ მაგას ვერ მოხსნიან ეხლა რამე გადასაკრავად, მაგრამ არც უნდა რომ წეს და ეგ ჩავიმჩოულოთ. და ეს წინა თუ მოხსენით? წინას მოხსნით. ჯერ გადააკრანა, მე დავაფაროთ ეს. კაი, მოდი ეხლა ჩვენ გვინდა რა? არაო? გერმეტიკი
ეს რაღაცა მოტეხილი. საიდან? თვითონ სარკიდან. სავარაუდოდ დიდი არაფერი არ არის. ალბათ. ხო, იმედი. აი ეს არის ჩაწეპებული და დაიჭირე. უკანა ხუფის გამო? ხო. ანუ არაფერი შპილკა, არაფერი არა, პროსტა დაწეპებული. აი, ეგ არის დაწეპებული. ხო და თან არ მინდა რომ ნელა ეს არ გაიყოლო, ეს ორი იხსნება. თან შიგნით იმას მოტორჩის ვეხუდი. შენ გაიხარე. Всё? Ну так что можно просто? Да. ეს არ კაიმოტეხილი. ხო. და ესეც მაგიტოა გატეხილი. გარტყმულია სარკე რაღაცას. კაი, ეხლა გვინდა სარკე. ეხლა ურეკავთ ჯუბას. ჩემი ჯუბასთან ზარები უნდა გქონდეს შენახული. თანხა არ არის. აუ, ანგარიში თანხა არა. არა, შენ ჩავირიცხავ ვაცადე. როდის გათავდა ეს დედამ? როდის გათავდა და მე ეს გეთება რომ დაიწყება. ხო, მეორე სისტემა პერიოდში. დათვალიერე? თუ რა ხელს გო. გავს და გავს. აი არა ბიჭო. შენ მთელი როგორ. აგასავით. ჯუბა როგორ ხარ? კარგად, შე როგორ? კარგად შემოძმო, კარგად. ბიჭო, დავიწყე მანქანის აწყობა და მათხოვრობაც შესაბამისად. რა გინდა? რა მინდა და შენი ერთ-ერთი სარკიდან შუშა უკვე მოხსენი. და აი სადაც შუშაზის ეგ ნაწილი მინდა ეხლა რა. შენი ემია თუ არა? არა ემის და ემის ეგ ნაწილი ერთი და იგივეა. სამკედაში ჩაჭო. მაშინ მექნება ზვა. მოვიდე? მოდი, რომლამდე ხარ? რაც მალე მით უკეთეს. კუკიიდან დავიძრობი და რა დროს დამჭირდება? დავაი მე. დავაი, всё, მოვდიოდი. იმენა ჯუბა რო არ ყავდეს რა მეშველებოდა. ნახევარი მაგ ეს X5-ები ჩემი კი არ არის მაგისია, მე მგონი. ჯუბას ნაწილებით არის აწყობილი მთელი მანქანა. ვინმეს თუ BMW-ს ნაწილი დაგჭირდეთ, სხვათა შორის ეხლა ნუ S70-ების ნაკლებად აქვს უკვე შევევით ახლების F და G სერიის აქვს, მაგრამ დიღომში Hyundai-ის ცენტრთან სანამ ვიხვალთ, ჯუბა იკითხეთ, Hyundai-ის ცენტრთან სანამ ვიხვალთ, ხელმარჯვნივ შლიან BMW-ს და ძალიან ბევრი კარგი ნაწილი აქვთ. იარა და ეს არაფერი ნაწილების მეტი რა აქვს. წავედი ხა თან ეს არაფერია, ვარემ რა ხარ მივდივარ. კოლექტორი ვიცი რომ აქვს რა და ტურბინის ხელმხარეებზეც დაველაპარაკები. რაღაცა იმ დღეს დამანახე, აგეო მიყრიაო და ნახოთ აბა ჯუბა რა გიყრია ხე გამოჩნდება. კაი, ავიდეთ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა? всё, ეგ არის. დავაჯო. გუძალავა. არ მოდის აშკარა, ცხავი. ასე ყურია აბა. ეს რო ჩასო. იქაცედება და აქაცედება? ხო, იქით კეტავს და აკეთედება. გახსნა მთლიანად. აი, უნდა ჩაუყარო, ანუ ეს კეტავს. ხო. და ამით აქვს ეს მხარე ჩაკეტილი. ანუ აი მაშინ უნდა გაუხსნა რა. ეხლა ერთი გავხსენეთ, მეორე ვაკეთებთ. ხო. ვატრა, რა ბეიფუარი. ვაფშე მოაწრე ეგ რა. მოიხსნება ისე ჩვეულებრივად, აი აქედან გაყევი ეხლა და ამოვაგდებს. ვითო? ჩემთან ეგრევე ძრება ჩვეულებრივად. ან თუ სარკის არ ხსნი მაგას ისე იერებს ეს რა. ხო, მაგრამ ერთი პრაქტიკაში ნახევარი იმაზე გატეხილი. არ უნდა შეჭი. რომ იგას უჩიკავს ეს ცოტა, აი მას უჩიკავს. აი ესე. იცი რომ არ გოტეხი? ერთ-ერთი. ან შეიძლება ეს გატეხილი. რა თქმა უნდა, მაგას თუ იქ დავაყენოთ. არა, შეჭემა ლურჯი არა შენ დავდა. ვაკრავთ მანქანაში. აბა რა მოხსენით? აი, ეს კრილოსის რო დადგა, უფრო სხვა ეფექტი მიიღო. თან მაინც ღია, შავი ჩაკი რაღაცეები და აი ხა რო აიწყობა, მე გამოჩნდება რა არის და როგორ არის რა. მაგრამ ყოველდღიურად უფრო და უფრო მომწონს. ანუ პირველი ეფექტი ცოტა ისეთი ქონდა რა. გაორება მჭირდა, მომწონს არ მომწონს ვიყავი და რაც უფრო იწყობა, უფრო მომწონს რა. ნახოთ, ეხა კრილოებს და იმებს რო დავაყენებს, კიდე უფრო გამოჩნდება რა.
კაგრას ახლა კრილოვის რომ მორჩება, ცხვირი დავაზაზოროთ, ბაბაჩკებიც მივაყენოთ, ყველაფერი ის კანტები, ყველაფერი, ცხვირი შეგვიძლია ავაწყოთ. კანტებს ვერ მივაყენებთ ვამპერამდე. ვამპერი უნდა და მე მივაყენებთ კანტებს, მაგრამ კაპოც დავაყენებთ, კრილოვის დავაყენებთ, ფარები ყველაფერი თავის ადგილზე იდგება და ეს რა ქვია, ბაბაჩკები ჩავსვათ. მე კარებებზე გადმოვიდით უკვე, კაბიკები ჩავაყენოთ კარების და სალონის აწყობა შეგვიძლია დავიწყოთ. აი ამ კანტების ყველაფრის აწყობა შეგვიძლია დავიწყოთ. რელინგები, ხო, ამ დღეს შეგვიძლია ყველაფერი კი. ჩემი მოგზაურებული ვარ ახლა. ეს მოსტი უნდა გამოვიდო. ეს მოსტი უნდა ჩავაერთო. იქ თუ ჩავიდა რა თქმა უნდა. ჩავიდა, ეს დამრჩა ხელში. ეს უნდა ავიღო. თან ეს ორივე მხრიდან აქ არ წავაც ესეთი. არა, კი ბატონო, ძალიან მიმართულებით მიდის მაგრამ. ჩავაერთო ამაში. ეს უნდა ჩავაერთო ამაში და გავიყვანოთ იმაში. აქ უნდა შევაერთო მე, აი ეს ერთდება ეს. ეს არის დასმული თავის ადგილზე, მოსტი თავის ადგილზე, ამას ახლა ავიყვანთ, მანდ წავიყვანთ. და ეს მაგნიტოფონში წავ. ანუ მე ხა ამას ვაზაბულშკებ. ხო, ნახე, ამ მოსტით და ყველა აქედან წასული კაბელი უკრინდა უნდა გამოხვიდე რა. რკინის უკრიდან? ხო, რკინის უკრინდა უნდა გამოხვიდე, კი. კარგი მაშინ მოიცა ეს. ოი, იზუნი. ფანარი არ იქნებოდა? არა, ვაფშე არ მინდა ფანარი. ისე რაღაცებს უნდა გაკეთეთ საათ მოიხსენით ხოლმე. ხო, ეგ ლოგიკურია. არ უნდა ჩაიგეს ეს მე გაიგონა. მიდი სინაზე სათნოება მიდი. ხო, გაქვს საშუალება. კი. ამოწამოთ. აი ეს უკვე ყველაფერი კარგად არის. ნახე მოსტის უნთრიანს მაგით გამოვიყვანე. ეს პროდკასტიც გამოვიყვანე. და გრჩება მარტო მაგნიტოფონის პროდკა, რომელიც უკვე დაიწყება ჩვეულებრივ. მოსტის ლუპიც აქ არის, ხო, აი შეერთება მაგნიტოფონში და წესით უკვე უნდა დაეტიოს უბრალოდ. ეს ლოგიკურად აქ შემოვა. ხო ეგრე. კი. ეს წესი რა გქონდა? კი ბატონო, ეს შევიდა. დეზი. ეს ხوار მოდის აქ. რა წერია? ეს რა? ეს ლინია. ეგ შევასია ისიში. აქ. ოკეი. და ეს შევა BMW CIC. ოკეი. ეს მოვა. კი ბატონო. შო, ანუ ეს მარტო ეს მომყავს მე იქ. კი ბატონო, ეს მიდის CIC-ში. შო, დავით. აი, მაიცადი. დავშალეთ X-Fiat და რას ვაკეთებ თავიცით? მოგითხარი. არ მოყვა ეს ინსტალმენტია დედაზავა. აი რა მოყვა, ვაიცა? ნუ მეგონი რომ ნახოთ აგერ ეწერება შეშე. კი, მოხმარების წესი არის, უკვე დაერთებული. ნახე ეს? კი. ნახე? კი. უეჭველი ნახე? აბა დააჭირე. მოგვა. სულ მინიმუმ კვება დავაერთეთ. დისკში და ის ჩართულია. კი, ძალიან. აქ არაფერი შეერთება, რა მიკაბელი არ აქვს კიდე? აი დრაივში არაფერი არის, რა? ხო. გაზაჭირე. მე გითხარ და აი, არ გადმოვიდეთ. მე რა მაინტერესებს? არ გაქონდა არაფერი. Android ავტო დააკავშირე შემოძობა ხა და გავუშვი მუსიკა. ბიჭო, როგორ გადაჩვენებს? ერთი შეხედვით ხო აი რაღაცას ვჩავკეთოთ, მე გამოჩნდება. შეტრაკოში. და ტრაკის ისე. ია და ივიდო. ბიჭო, რო შუსტრია. ეხლა ხმა უნდა გადმოვატანოთ იქიდან რა. ახლა ამ წუთას არაფრის ხმა არ მოაქვს. CD-ში უნდა ხედავდეს ესეთ მაგას. მაგრამ სკოდირება ხო არ უნდა ამას. მოსტი უკან არ უშვებს საუნდს მაშინ.
უსილიცელში. უსილიცელს ხოეს აცოცხლებს რომ საუნდი წავიდეს. მუშაობს რა. უსილიცელი თუ არ გასცეს, ნახე აქ ფლეიზეც არ მიდის დაჟე რა, არაფერი არ ხდება. მოიცა ერთ წამი. მოსტიანი სად დააყენა? გამოსტინსა. მოსტიანი დიდი ბანტურა. მანქანისას დააყენა, ხო? ხო. ხო. ანუ ნახე იქ რაც არ უნდა მექნა იდეაში, თეორიაში. ეს ახლა მაინც უნდა უკრავდეს. სოსო რაუი? უი ერთი მისტერ 12 ვოლტი, მისტერ 12 ვოლტს მაგრა დაგაკავშირე ძმაო. ქარის ხმას უსმენ ძმა? არ ვიცი როგორ ჩა. ფასები უკვე იგრძნო. თავარი იგა. მაგასები. აკუმულატორს დოტენ დარჩენ მე გავუგე. დავადი ავაწყე ხა. კარგად ძანდები. კარგად. როიქით. ისა რა ქვია. ეკოლაიზერიდან ცოტა ცოტა იმუშავებ. კი. ძალიან კაია. ესე იგი სრული საგიჟეთი გვაქვს მოწყობილი. სალონი გადააწყო. Android Auto დავაყენეთ. სახელურები აქეთ მხარე დაყენებული გვაქვს. ეხლა შუშების გადაკრვა დავიწყეთ. ფარები გადაკრულია. ფარები ესე გამოიყურება. უკვე გადაკრულია. ეხლა დავიწყეთ შუშების გადაკრვა. აქეთა სახელურები გვაქვს ასაწყობი. ბამპერი დავრჩა კიდე ასაწყობი. საჭეს ვცვლი ეხლა მე თენგომ გამოცვალა რუჩნიკი, გამოცვალა ესპანელი, შევცვალეთ ესპანელი და დავაყენეთ ვენტილირებადი, იმიტომ რომ სკამი ვენტილირებადი აქვს და არ ეყენა ვენტილირებადი. ესპანელიც გამოვცვალეთ. მოკლედ, აქ ამბავი გვაქვს. და ეხლა არის კვირა საღამო 9-ის ნახევარია. და ძალიან გვინდა რომ ორ შაბათს საღამოს ამ ტერიტორიიდან ეს მანქანა წავიდეს, მაგრამ არ მჯერდება ის. დიტეილინგი ვერ მოესწრება. ანუ კიწვენა ვერ მოესწრება. ეს დავაკონფიგურირებთ. ხო, ბაზარი არ, მაგას დავაკონფიგურირებთ, მაგრამ აი კარი მიხურე წინა რა გეხეცები. ვა, რაღაც სენს გავსება, ხო თენკის. აქ რა ხე სხვა ფერია? ლაივში სხვა ფერია. ლაივში ჯობია. კი. კაი, გავაგზავნე, მე საჭეს ვაყენებ. აი, ზაპინებია, რომელიც სადაც უნდა ჩავსვათ. აი, ხო უნდა ჩავსვათ. აირბაგი ცალკეა წარმოებული, რული ცალკეა წარმოებული. და მაგიტო ეგრე. ეხლა მოყვა. დასტაფერები დავიმახსოვრე. არა, ბავშვი პლუს მინუსია, ესეთ მაინც დაასიგნალებს. არ შეგუშავს და აირბაგი არ გაგვხსნით. არა, იფექსად. ხო, გარე მხარე არის. ყავისფერი, შიდას ყავისფერი აქ, მაგრამ რაღაცას ის. ჩინელებმა ის რა ქვია, სანუმრის განათება ძალიან ძერს კი გამოგვიგზავნეს, ესეთი კონდა 2 წელი გამოწერილი. ეს არის სტოკი ფარხონი, ეს არის ახალი შინური და მეორე ესეთი ჩამოგვივიდა ლურჯი. რამდენია იმის შანსი რომ რაღაცას გავიჭრი? დიდი. ხო, შეც ეგრე ფიქრობ, ხო? პოტენციალი გაგვაჩნია. ეხლა როგორ ისე კარგად და ამას? საკმარისია? არ ძროება. ხო, ეს არ ძროება ნამდვილად. შენ თვლი რომ შეიძლება დაიჭიროს კიდეც? ბიჭო, პროსა ნახე, ეს ძალიან პრიალაა რა. იმას კი დახატე. მე მგონი დაჟე ძროება. მე მგონი აძრობის მეთოდი ვიპოვეთ. კი აქვს პრიალაზე დაპირები კიდე, მაგრამ მოჭიდების სერტილების გაცილებით მეტი აქვს. ხო, თან ახლა ამასაც განარა უჭირავს რომ. არც არაფერი ხო. მაგას რეალურად უჭირავს ის რა ქვია, ხუთი პლასმასის. ხო. ის დაჭკიც არ უჭირავს. ეს ზოლი არ მომიძრო, გარეთ არის ისედაც გადმოსული. არ ვიცი, გიძრობ ახლა მაგას პროსა. კონტაქტ კლინერით მოუწმინდა, რომ აიყოს. შო, გულს ხედავ? ხედავ. კარგია. კარგია და კარგია. ხა რაც შეეხება ამას, როგორ დგებაო? აი აქ იძახი. ხო, ნუ გაცენტრებულია თქო. ესე? გამორთე.
ზოლი. აჰა და შევთო და კაი როგორც. სამი ვირა იკალორ სამ კრასი. აქ უბრალოდ ცენტრი უნდა დავიჯერო დირკასთან. ოკეი. ასე თუ ისე. კი ბატონი. დავაი მენდი ჰა. და ლურჯს უსვავთ ორივეზე. აკუთებს უსვავთ აპლიკანტზე. ხო. ეგრე ამიხსნათ. ხო. ხო. ამაზე უსვავთ. კი ბატონი. და თითებს ნუსმა. რას? მაგას. ორ და მიდიოს. ამ წუთას დაადე. ორ და მიდიოს. ვიდეოში ჩანს როგორ დაადე. გეუნები. ესა. მეც გეუნები. როგორ დაამსხრია მას უკვე. ოცნებები დაამსხრია ფაქტობრივად. ეს მეტალითის კარტი. ალბათ იგივე მეთოდით. ძებებულია. აბა ბუნები ძალა მანდ არ დაიჭერდა. თუმცა დი ტერიტორიაზე წაუსი არაფერს იზავს. გაჭრა ხო არ უნდა? მგონი საკმარისი. საბამისად. აუ, დასვიდა დაიჭირე. ერთ წუთი უნდა იდგე ხა ეგრე. ნუ მე ერთი მითხრეს, მაგრამ პროფესორი სანაფხელი არ დამეღლება და რა ცუდი სუნი აქვს ამის დედა. თენგო რა კარგად გიჭირავს. შენ რო წამოყვა ხოლმე და წვიმის სენსორი დაიჭირო არ არის ეგ ვარიანტი. ბავშვი გზნობ ხა მაგის სუნს. ეხა რაღაცა რანაირო მივადე მაშინ წავიღე. თქობა რო გააქტიურდა. სასკე როგორ უნდა ჩაკეტო. აი ნახე გვერდით ჩამკეტები რო არის. ანუ მე ვიცი მეტალის პლეიზე როგორ იკეტება. აქ არ ვიცი. აუ, მაკედან არ მოხსენით. მე არ მომიხსენია და მაგით. მე და შენ მოხსენით. არ მომიხსენია ეს მოძურა თავის მე რო ნახე უკვე მოძურალი. მედი რაღაც პლასმას ტყუილად სადაც სარვაძებებთ. ხო, როგორ გეტავს მართალი ხარ. ამეებში აი სამაგრებში შედის. ნუ აი იქ რაც აქვს, ნახე, კბილის გამოსადებები აქვს და ამ კბილებს გამოსდებს რა. ო, მე მგონი გავიდოდა რა. კი, გეყოფ. ეს დგება, აი ეგ ედება ეს სენსორი, აი ამას ედება ეს სენსორი. ეს ხო? ხო, ხო, გავს. გავს. კაი, გამოთავიდანები. ეხლა ეს ავაზრებ ჩვენ აქედან. ჟელი. ჟელი აქვს, არა ჟელი. არა. მაშინ გავწმინდოთ იდეალურად. უნდა გავწმინდოთ და მე ჩავასხათ ახალი. კაი, მე პირამდე უნდა გავავსრო. კაი, შემოძღვა. ამაგარი სალონი. ხო, სალონი საერთო ჯამში საკმაოდ კარგი გამოდის. საერთოდ არ მოვფილ. ო, აი ნახე, ეს ჩვეულებს არ უხდება. აი ეს. ხო. აი აქ ესენი რო. ხო, ეგენის და ეს ტრიმი რა. რავი, თითქოს გავწმინდი, ცოტა ნახაზები კი ეთყობა აქ, მაგრამ. ხო, ცოტა მოკაწრულია, მაგრამ ეს უნდა იმუშაოს რა. იმუშავებს. Я так и думаю. და არ მაგარდება. უნდა მიაწვო. ხო. აჰა. თუ არ დამიწყო მე ეს რა არის რატომ მიაწუწე მოაწუწე? მოიც. რავი, ხუთიან რა, საფეთკიან რაღაც სამინდა რო. ო, არ დაგაცემინოს ჩემი. დამაცერინოს არ ვიცი, რომ მაგარი ცუდად მიჭირავს. ეს ცოტა უნდა გამყარდეს, თუ არა? ხო, არა, დრო უნდა ცოტა. მაშინ რა იშლება? წამი უნდა რა. რომ გაიშალოს და ეგ არის. всё. თან თენგო, ეგ იდეალურად ჰორიზონტალურად უნდა გვეჭიროს. თუ დაადიტარას. ამიტომ თარას. ამიტომ დავიჭირე. ეს სენსორი მუშაობს. არა. მაგარი გული აქვს. ಯಾವ სენსორი გაქვს მე დასაკალიბრებელი? მაგარი დასაკალიბრებელი აქვს, ცენტრი ვერ ვიპოვე შეშევა. კიდე უნდა ცოტა თენგო. ზედაპირზეა, ხო, ანუ ოდნავ უნდა ამოიწიოს ზედაპირიდან რა. იმენაც ეს უნდა დადო მაგითაზე. და იქ უნდა გააკეთო. აი ხა რასაც ჩვეშრევით. იმენა კურტუმაში ვართ. მგონი საკმარისი. ამოიწია ცოტა. წესით ეგრე უნდა იყოს. ამდენ ახლა მე რას ვიცი? სულაც გადავუზე. აი ეს სულაც როგორ დავატრანსლეიტო, ეგ არის ძალიან საინტერესო. ტრანსლეიტი შედი აპლიკაცია არ გაქვს? ალბათ ვიცი. ეხლა მომწერა ყველამდე ყველაფერი. 2.25 Celsius degrees, the curing time is less than or equal to 20 minutes. ეხლა აი ეგრე ვერტიკალურად წამოდი, მაგიდას დადე და ფერი დაუშვათ.
ამას მეგონი ჰიდრაულიკის ნასოსის შესვლაც არ აცდებ. ჩემი ხმა არ არის? მაშინ ხო. შენ შიგნიდან უნდა ნახო კაპოტის ამობურცული რატლობაა. აუ რა შიგნიდან რო ზიხარ და დადიხარ აი მაგრათაც. ძალიან მოწონს. ფერზე აი რაც კითხვის ნიშნები მქონდა, ეხლა საერთოდ არ გამაჩნია. ანუ კითხვის ნიშანი ფერთან დაკავშირებით აღარ მაქვს. ნოლია. ეხლა დისკებთან ცოტა დამრჩა, სანამ მანქანაზე არ დადგება და დასრულებული მანქანით არ ვნახავ როგორი იქნება ეს დისკები. ანუ ზოგადად ყველამ რო იცოდეს, მაინც ეხლა ჩართო ყველაფერი და ხმა არ ისმის, მაგრამ ვულკანიზაცია უნდა მუშაობდეს ესე. ისე კი არა, არ მიდის ძმა და მოდი გაუშვა ძალით. არა, ადამიანმა ნახა რომ ბოლტი არ მიდიოდა გამოიტანა, მეჩი კი ჩაატარა, გაამზადა და დააყენებს ეხლა დისკს. ეს არის სერვისი. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე აღვიქო. და ძალიან მომწონს რომ ეს რა ქვია, აწყობაზეც ის ადამიანი ვინც გვეხმარება და გადაკვრაზეც ვინც მუშაობდნენ და ეს კაციც გულით უდგება რა თავია საქმეზე თავიდან ბოლომდე აყენებს როგორც წესია. და შესაბამისად სივრცესაც ეთყობა როგორი მოწესრიგებულია. სანამ ჩვენ დავყრიდეთ შიგნით რაღაცა ეს მოწესრიგებული ქონდა და დარწმუნებულია რომ გავალთ ისე მოწესრიგებული იქნება. ამას კი მანქანის გაკეთება. ის კი არა, მოდი დავაძალოთ ბრატ. არა, ხო, დაუშვები მთელი ძალით და ხო არ წაიღო. მე ხო ცოტა ძალას დაატანი, კიდევ ვერ გაიტანა და ეს გაფუჭებულია. უყურე ახლა ჩაიარა ქორივით. Почему? Почему? არა ჯერარა აუ რა სიძახი აქედან შეხედე პროსტა ეს უნდა აჩვენო კრილოვი რომ დადგინა ნაკალკები რომ დადგება მერე ეხა დროებით გემშვიდობები და ეს რა ქვია რო აიწყო მერე გაჩერებ დანარჩი როგორც იქნა დადგა ეს ნანატრიმობი, მართლა ნანატრი მომენტი, რამდენი ხანი გავიდა და ჩვენი 70-ის გამოყვანის დროც მოვიდა. ესე გამოიყურება, ბოლო დიტეილინგის შტრიხებს გადის და აქედან მივდივარ უკვე პირდაპირ ზამბარების გამოსაცვლელად. ეხლა ანუ აქედან წავალ გამოცვლე ზამბარებს და რაღაც ვიმანებმა კიდე სავანაძეში დარჩენილ იმასაც ბარემ დავამთავრებ. მერე ხვალ წავალ ფერს შევცვლი საბუთებში და ნომრებიც მინდა რომ გადავცვალო, ჩემი ნომრები მინდა დავაყენო. ამჟამად ცოლის მანქანაზე აყენია და მაგ ყველაფრის მერე უკვე შეგვიძლია თამამად გადავადგილდეთ ჩვენი ავტომობილით. ესე გამოიყურება ჩვენი გამოყვანილი ავტომობილი. ესე იგი ამ ბენზინის მაჩვენებელს არ ვიმჩნევთ, იმიტომ რომ გალფთან ვერ მოხვდი ჯერ და რომ მოხვდები შევალ ჩავასხავ. მანამდე კი ეს გამოგვივიდა, ეხლა წავალ სავანაძეში სამბარებსაც გამოვცვლი, ბარემ ჩვენ ეიბახებს დავაყენებ. ესე მუშაობს Android Auto, რომელიც ძალიან მომწონს. ძალიან კაი ტიპია. მოკლედ, წავედი, ცავალი ნაწილი, მერე საწოლსაც ჩავასხავ. მერე ნომრებს გამოვცვლი, ფერს დავაკანონებ საბუთში. და ეგ არის. შემიძლია თქვა რომ მორჩა. და ამ ყველაფერთან ერთად აღმოვაჩინე რომ ამორტიზატორი გაღუნული მაქვს მარცხენაც. აი ეს როგორ გამოხდა ვერ გავიგე.
არ მელოდია რა ში. ვაა, როგორა. ნახე კარებში როგორ ვეტევი? გაუვერჩის სოსასლავ. წამუნახი რა განახვი. ეს 70 უნახავ რო გახდება. აზრეს ფერი ბიჭო. ბიჭო ეს არის რაღაცა ეს რა ქვია დეზერტ yellow როგორ? პლიონკა არის, ოღონდ ეს არის PPF პლიონკა ძმა. არა ფირი. გადავკრასკე შავად შევღებე, გავაპალიროვკე და მე ფირი გადავაკარე. უცნაური 70 გავაძრე. მაგრამ როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო ისეთი გავაძრე. აი ეხლა ბიჭო თაკენა თავი დავან. მე ანუ ნახე ჩემი კომპლექსების ყოფნის ამ რულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თან მაგრად მევასება და თან 70-ში მე რა? ხო, მაგრამ აი სხვაგან არის. ნახე ამ ინტერიერში არ არის სხვაგან. აი ეხლა აი გარშემო რაც ხდება, მანდ არ არის სხვაგან. მაკაგონიან 70-ში ნამდვილად სხვაგან არის. ჩვეულებრივი მაკაგონიან 70-ში. მე რო ვიცი რომ ეს ეფის არის, აი ეგ თემაა. ხო, შენ რო იცი თორე ეხლა ანუ ინტერიერთან იდეალურად ზის რა. იმენ მარტო შევყავ ესეთი ხო. კი. მე და ერთი ბაიბახი დადის რაღაცა სადღაცას. ბიჭო ის არის რა. კაროჩე ჩანაფიქრი იყო ეგეთი რომ თან განსხვავებული ფერი მინდოდა. თან ანდურა ფერი არ მინდოდა, ანუ რაღაცა ეს სტაფილოს ფერი და მწვანე და წითელი და რაღაცები არ მინდოდა რა. ხო და ანუ თვალშიც ხდება და თან დასტოინია რა. დისკზეც იგივე თემაა ზუსტად რა. ხო, დისკიც ბაზარია. ბევრი ნაფიქრია და თან როგორი ნაფიქრია, იცი რომ ან მაგარი უნდა გამოსვლოდა, ან ძალიან მაგარი უნდა გამოსვლოდა რა. ხო და ხო, არა, არც დისკია ცუდი რა, გინდა. კარგად ჩაჯდა რა. კი, ანუ დისკების წყვილად არ დამიხატია აშკარად. ხო, შენი ის არის ხო, დიზაინით მოგონილი და ნუ თლა ჩემი არა, ცოტა გადაკოპირებული მე იქ ეს ყაცი ეძმა, ეს აქ ეხლა ესე გავუკეთე და ეგ აი არის. გამოიტანდი ახლა იასლე. ხო და ეხლა ფრედისთან ვარ ყველაზე ხუჟნური ოფციის გასაკეთებლად. აი ყველაზე ხუჟნური ოფცია უნდა გავაკეთო, რაც კი რამე 70-ზე შეიძლება ქნა. აი ხო დაცარა. აი ეს დარული არის ყველაზე ხუჟნური ოფცია 70-ზე, მაგრამ ამის გასაღები სად არის? შენ გა? მოწევდე როგორ გააკეთეთ მაგას? ეგ იმენა სპეციალურად ესა ჩემმა თენგიზამ იმენა 70-ის ჩამოიტანა. რა როგორ გავაკეთებ? როგორ ტანცერზე და გოი. ჰე, ლანდა ჩემი. უბაში ამიერი და ლანდას მეძახი. მე უფრო მძიმე ვარ ვიდრე ეს. მართლა. ხო. ხო, კი. ეს ისე ჩამოიტანე? ფრედი, ხო, რა თქმა უნდა. შექმენი შეუკვეთე გავამზადე ჩამოვიტანე, რა თქმა უნდა. ჩემი ხუჟნური ოფციის გასაკეთებლად ვარ შენთან მოსული. რომელი? გამიკეთე რა. გასაგები? ხო, დაგელოდები მარჩი. მარჩინა. გამკაისა ის გასაგები. ეს სერიის არის, 70-ისთვის არის, ხო? სხვა გასაგები გაქვს? სხვა მეტი კიდე რა უნდა მარტო ერთი გაქვს ხო? ანუ ხო ეს მაქვს რა. ანუ მოხდები გასაგები სხვა ხო? არა, წაშლა შეგვილია. ნუ ანუ ნუტავშევს. წავშოთ მაგ დედას არ შევ. წავედი, აი, არ გაკრინავთ, კარგად იყავი, დაამთავრე, კარგი. აქა ვარ რა. ჩემი მანქანით ტყუები რა. დავახალ. კარგად, მამენატრე. რა მოგიყვანიათ ეს მანქანაც? და იმს გავსა მანქანას? ეს ფერი არ ქონდა პროსა დაგეგმილი. არა, არ მქონდა. დაჟე მეცაც გეტყვი, რა ფერის დაგეგმილი მქონდა? ანუ პლიონკა იქ. მე ხო ვიცი რა ფერის მქონდა. პლიონკა გვედო, მანქანა რომ მივიყვანე გასაკეთებლად, რომ დავიწყეთ რა. პალიროვკას რო ვაკეთებდი, დიტეილინგი ვისიც არის, აი ის მოვიდა და მოდიო რა, ვინილიო არ გადავაკრათო, ცოდვაო, ინდეს წოლოფო ამ მანქანაზეო და PPF-ი გადავაკრათო რა. და ერთ ფერს გირჩევ, აბა შეხედე თუ მოგეწონებაო რა. და გააძრო ორი ფერი. ეს და ერთი ფერი კიდე რა, ის იმას უფრო აწვევ და რა და ეს ჯერ არ ჩამიწერია ხვალე მივდივარ ყვითელს ჩაწერენ რავი რა ფერი უნდა ჩაწერან ხა და ეს რო გააძრო მეთქი მოდი ვცადოთ ან მაგარი ყლეობა გამოგვივა ან რაღაც კარგი გამოვა რა ხო ნახე ვიდეოში რასაც აპირებდა კიდე კაი ის მეორე პლიონკაც არ ქონდათ რა რომელი იყო რაღაცა კამუფლაჟს უპირებდა არა ეგ იდეა იყო უბრალოდ უბრალოდ არა ეგ უბრალოდ იდეა იყო აუ დისკი იდეა იყო ეს დისკი მაგრამ მე ასე ბორტებზე რო ისაა ჩახოვლები და საერთოდ ჯამში და დგა ისე ისეთი როგორიც არა იმაზე უკეთესი აი ეგ ყველას მე ვთქვი რომ იმაზე უკეთესია როგორც იყო დღეს ხადავოისაც მოვჭი უბრალოდ ხადავოი ერთი რვაჯერა ვაწყე ამ მანქანაზე და დღეს ბოლო იყო ერთი უკვე ხა ის მოკლე 4000 რუბლს შესვლა ხო ეგ დაგვრჩა
მაგასაც მე მგონია რომ უბრალოდ კაროვკა ვერ კითხულობს ეკუდა წამოსულ RPM-ს და მაგის გამოშვება რა და მაგას ვნახავ ქან ანალიზატორით წავიკითხავ ამის ქანებს თავიდან ბოლომდე მე 50-კას ვიპოვი ესეთივეს იმის ქანს წავიკითხავ ნახავ რომელიმე პედიაკლია თუ არა მე ემულაციაზე გავურჩევ თუ ემულაციით კაროვკამ გადაიტანა ესე იგი ეგ არის და ადაპტერს აუწყობ და მორჩები მაგით ისტორიას რა ჩანაფიქრი ეგეთი ნახოთ რა გამოვა მიდია ჩვენი ევროპული სიხშირე მინდა ევროპული მინდა მე დიზელისთვის ჩამოგიტახა იმედი მაქვს შეგეშალოში რომელი დიზელისთვის არა მგონია ის რომ ამერიკანიცი ამერიკანიც საერთოდ არ ვასწავლებ. როგორ მინდოდა რომ ახალგაზრდებს გულოდავა მოვჩებ ჩეჩები ბანძუგალა გასაღები რა ბარე მახსა თუ არ გადაგიღია თუ გადაიღე ხმარ ჩამიწერია მე რა ეხლა მოუნდათ მაინც და მაინც 1-3 საათია აქ ვარ ხმა არ გამიგია არაფერს ეხლა დაკოკა მაინც და მაინც ურბესი მადლობა კარგად ზანდებოდით ძალიან კარგი იყო დღეს თქვენთან ბიჟა ეხლა რა ხდება თენგომ ესე იგი ჩამომიტანა ეს გასაღები დიზელი რომ ყავდა მაშინ და მაჩუქა რომ აჰა შენო ძერს გასაღები გექნება და მეთქი ეხლა რაღაცა წესიერი X ვაწყობ წესიერ გასაღებს გავუკეთებ თქო და რატოღაც არ გამithვლია ის რომ ჩემი მანქანა ევროპული იყო და კიდევ კაი ფრედის გაახსენდა რომ შენი მანქანა მე მგონი ევროპულიო და მოდი გადავამოწოდ რა სიხშირის გასაღები გაქვს და საზოგადოებრივ ამერიკული სიხშირის გასაღები მაქვს შესაბამისად გასაღების ამბავმა ჩაისვარა წავედით ან შენ გიდათ ხოლმე ჯერ მეორე ვცადო? ხო, ამდენად ჩახვალოღოთ მაგითი. ოჰო, პირიქით. პირიქით? კი. საღოლ. გო, სადღამით. მე მგონი კარგად დაიწია, ხო? ცოტა ხურო. რა, გორდი შეხედე როგორ დაიწია შეჭე. არა, ხო, მაგრამ ცოტა მე მგონი კიდე უნდა. რა, კი ბატონო. არა მირჩენია. დაბლა იყო და დალნი ურტყავდა, ვიდრე. აი, შო, მეგონი ჯერჯერობით საკმარისია. აბა გამორდი. რა? დალნი თქვენ მოსამოვიდა. დალნიც გამოყვა, ხო? ის ჩაში უყურებს ვიღაც. ხო და ეხლა რა დავარგულებ, გავიყვან და აქვე შევხედოთ რა. მედი. რა მაღლა უნდა იყოს ვიცი. ოდნავ ჩატიე კიდე, всё. მოდი გავიყვანოთ და შევხედოთ აქვე ისოს. დალნიც ორივე დაწეულია. ხო, მამაკაცი. რა, კონფეტი ჩანს. ერთ შეხედვით აქ კაი ჩანს და. ცოტა ასაწევია მე მგონი. ხო, ცოტა. აქვე? ხო. აი ბატონო. ხო, ცოტა მაღლა უნდა რა. ახე, აი ხა 200-ს ვერ დავარტყავ ერთ-ერთ შემთხვევაში მე. და დალნი ძალიან დაბლაა რა. აი დალნი როგორც არის დაახლოებით ეგრე უნდა იყოს ბლიჟი. ბლიჟით საკაიფოა. აბა დალნი დაარტყი. არა, ცოტა უნდა კიდე თენგო. ზემოთ უნდა ცოტა კიდე. აი ნახე რა კაი ზოლი გააძრო ეხლა. დაარტყი დალნი. ნახე სად ურტყავს. აი ხა კაია. აქეთასაც ოდრა უნდა და ეგ არის. დღეა, დალნიზე დღეა. და ის რა ქვია, ბლიჟით ესეთ ვერავის ვერ შეაწუხებ. ვერა, ანუ ნახე სად არის? შანსი აი ეგ დგას მანქანა და თვალში არ ურტყავს და შორს ვაფშე ვერ დაარტყავს ეს პირდაპირ დაბლა იყურება. всё, ეგ არის. აგე რაღაც ნატურები ვიპოვე. ლედები მისტერ 12 ვოლტის ყუთში იდო, აი 2 ცალია დარჩენილი. ეს ხوار დავაყენოთ პარემ. ეს ძალიან კარგი კითხვა. შემიძლია იქითა ბოქსიდან ადაპტერი გამოვიტანო და GB-ისთან ჩავჯდე, მაგრამ მეზარება. რო დათვება მაგას მერე ვიზა. რა? არა, რო დათვება ვიზაო. так, ეს არის iDrive-ის, პარემ მოდი ამას გავაკეთებ ხა მე. აქ რო iDrive გვედო ნეტასადამი. ეს როგორ ყენდება ე? აი მაგას ვეძებდი შეჭე. თვითონ დავარ. აჰა. ვიცი. შეგნით ხარ გდია წელი. ამოვიღე წერა ნაგე ეკები.
გაგიკვირდება იმდენად მარტივად ყენდება. აი იმას ჩარჯო პროსტა და მაგას დაიჭერ, ამითი ამოკაჩავდო. მივხვდი. ვარჯობთ ამას. ვაგდებთ არა ვარჯობთ ხო? ვარჯობთ ეგრეა ახლა. პინცეტი მაქვს თუ რამე? უნდა ჩააგდო. მომე. შუქიც ხომ არ გინდა? შუქი ვაფშე არ გაწენდა ახლა რა ვაკვირდე. არა, შუქი არა, იმას შუქი ხო. ყვანცარებს. ხო, და. და ეგ კონტრინათ რომ მოხსნა და ისე გავაკეთოთ არა? ესა? ხო. არ თქვა რომ ჩასვი უკვე. არა, ეს წკაპუნდება. რას ეწვალე? ხო, და ამას რა შეეხება? რა აქ რაღაცა კბილები. კი ბატონო. და ალბათ აქედან ოდიშენის გამო მიგდე ხა რამენაირად თუ აქვს პონტი. ან თუ გინდა მე გადმოვალ და მე ვიზავ. და მე ამას ავაწყობ, შენი გააწყე დრო ვარ დავკარგოთ რა და всё ეგ არის წავედი ცაში. უჟეტო. იქითა ზედა გვექნება მარტო დასაყენებელი ივენტი და მორჩა. მაინც დავქაჩავ მაგას. რაღაცა კბილები აქვს ესე მითხრეს იქ. უთუბეებში. ო და აშკარად წინათ მოძრავს ეს დამჯერში. ხო იმაში. რა? მიშენია ხოლმე. რისკეში. აი შერის წარგეშინია ხოლმე და ო აკეთიკით შეხედე ორი კბილი ზემოთ და ორი ქვემოთ. შპილკებით არის შემოსული შეჩე. ხო? რისკეში. ხელა ბიჭი. ამიტომაც არ გქონებს ახალი 70. მეშინია. რა ისეში. მართლანაირია წყობილია ბიჭი. ვერ გამოვაგდე. იმენა ვერში. როგორც იქნა გავსე მოვაღწია საწვავის შესასხვრელად და აი ეს არის ყველაზე მაგარი მომენტი. საწვავს როა ხელმწიფრები რო ემატებიან. მიგობეთებს. ესე იგი, ამ ვიდეოში საერთოდ ეს ყველაფერი არ უნდა მოხვედრილიყო და არ უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ერთი სული მქონდა, როდის მე ღირსებოდა მანქანა დამთავრებული, მაგრამ ვერ მოვისვენე სტანდარტულად და ეს არის, რა ქვია, მოკლედ ეხა ვართ ამ მდგომარეობაში. როგორც ნახეთ უკვე ვიდეოში, ჭერი მქონდა მოხსნილი კარგა ხანი მანქანიდან და გვედო ტყუილად, რომელსაც ჩემი წარმოსახვაში არაფერი არ ჭირდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჭირდა, იმიტომ რომ დავაყენეთ ქიმწვენდა რომ გავუკეთე, ანუ ჭუჭყიანი იყო რა ძალიან და მეთქი რომ ქიმწვენდაზე გასუფთავდება და არაფერი პრობლემა არ იქნება. მაგრამ ქიმწვენდაზე გასუფთავდა და პირიქით ანუ სუფთა ჭერი მაქვს ოღონდ ჩამოშვერილი ამ შემთხვევაში. ხო და ჩამოშვერილი ჭერის არანაირ მუღამზე არ ვარ. შესაბამისად ეხა ამოვედი დიდ დიღომში ამას წინოზეც ვახსენე ჩვენ ერთ ვიდეოში, დემია ჩვენი მეგობარი და ასევე გამომწერიც და ეს ბიჭი აკეთებს ჭერებს, ჩვენთან რო ევას ეძახიან კოვრიკებს ეგრეთ წოდებულს და ასე შემდეგ, ეს თავისთვის გარაჟში ფუსფუსებს, ხო და ეხა ამოვედი ჭერი უნდა დავშალოთ, დავაცალოთ რაც კი რამე ზედა აქვს დარჩენილი, ახალი ჭერი გადავაკრათ და ავაწყოთ. მინდა რომ ეს მანქანა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და მეც დავისვენო ამანაც და თქვენც, იმიტომ რომ ეს არის ამ მანქანის ბოლო ვიდეო და ამ არხზე კი რამდენჯერმე მაქვს ეგ ნათქვამი, მაგრამ მეტი ამ მანქანის ვიდეო აღარ იქნება. იმედი მაქვს. ყოველ შემთხვევაში მე-15-ია, მე-3 წელია. დავიღალეთ. მეც თქვენც ყველა. მოკლედ დავიწყეთ ახლა დავცხეთ ჭერს მოხსნით და გადაკრულსაც გაჩვენთ. შეიძლება მოხსნა და ყენების პროცესი ვერ გადავიღო, იმიტომ რომ წვიმს გარეთ და რა ქვია, კამერა არ მინდა დამისვენდეს და უი კამერა გადაბრუნდა გამომივიდეს არ მინდა მე. ამიტომ უბრალოდ მოდი მანამდე როგორია ახლა ეს რა ქვია, შევეცდები რომ კამერა არ მოკლა ისე გადავიღო. უყურეთ, აი არის ახლა ამ სიგნალებში რაც დაინახავს ეს კამერა არ ვიცი, მაგრამ ესეთ ჩამოშვერილი ჭერი გვაქვს. სუფთა, მაგრამ ჩამოშვერილია. დედა აღარ ყავს, არა და იქ რო იდო, არაფერი არ ჭირდა და მე უბრალოდ ჭირდა ცოტა ეტყობოდა რა, კვალი აი საწყისი ეტაპი ეტყობოდა გაუბედურების, მაგრამ საბოლოოდ გაუბედურდა. ასევე აქ უკან ეს ჩემი წინაფლობის პერიოდში მქონდა აი ეს ნაჭერი არის გაუბედურებული, იყო ყოველ შემთხვევაში, აი ეს რაღაცები ასეთ გახეული, გამოხეული, წასმული, წამოსმული, რომელიც იდეაში ის არის, რა ქვია. შესაძლებელი იყო მაშინვე, პროსტა მაგისთვის არავის არ ეცალა და არავის არ მოუწია, მაგრამ ეხლა მოვიდა დრო და ყველაფერი გავაკეთოთ. მოკლედ დავიწყეთ და დანარჩენს უკვე აწყობილს ნახავთ უკვე წესით ეხლა ნაწილაკად ვერ გადავიღებ, რას ვშვიდ და რას ვაწყობთ, იმიტომ რომ ისედაც წვიმაში უნდა ვქნათ ეგ ყველაფერი. ესე იგი, გულმა არ მომიწვია, გუშინ დავშალეთ ეს ჭერი. იმახსოვრებთ აი ეს ჭერი. მიხსოვთ ნახეთ ახლა ვიდეოში. ჭერი უკვე მზად არის ასაწყობად, მაგრამ რადგან დაშლილი იყო, ბოლო ხუჟნური ოფცია აკლდა ამ მანქანას რა.
ძრავის ზღვედები, ეს ძრავის კი არა ადამიანის კი არა ძღოლის ზღვედები სხვა ფერში. ხო და წავედი ზღვედები ვიყიდე, ნიკასთან ვარ მოსული. ბაჩურიძესთან ისევ ეს რა ქვია. სხვა შორის ნახეთ ნიკასაც ყოფილის კამი როგორ გამოიყურება. საერთოდ არ ეთყობა რომ ეს რა ქვია, შეკერილია, გადაკრულია და ასე შემდეგ. შენ ატყობ რამეს? თუ არ იცოდე. ბიჭო, ანუ ხო რა, ეხლა ესე თვალი თუ დაადე, მიხვდები ფერში სხვაობას, მაგრამ იმწვენდის მერე ძალიან დაждდა ფერი რა. და საერთოდ ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა. ხო და ეხლა ეს რა ქვია, წვინინგოვის პარწვინი ღვედები გვექნება რა. იგივე დღის საღამოა. წეგანდამ მექანიკამ მოკლედ გავამზადეო და ეს რა ქვია, ცოტა სიმნელეში კი ვარ, მაგრამ ეს თურმე რა კარგად ანათებს ჩემი ტელეფონი. ტელეფონის ეკრანი მაქვს ეხლა ანთებული, მაგით ვიღებ რამენად გამოჩელიყავ, იმიტომ რომ როგორც გასვოთ, ჭერი არ გვაქვს და შესაბამისად ბლენა მაგარაში უკი წარმო. ეხლა დღესვე ააწყო, ანუ ერთ დღეშივე ააწყო ეს ღვედები. მაგაზე ვარ მოსული და თან წეგან კაი იდეა მომაწოდა, რომ დავშალეთ მე აღარ გადამიღია, რომ ესო ჯიგარო ძალიან ხმაურიანიო, უწვიმაშიო, ზაფხულშიო, ცხელიაო, ზამთარში ცივიაო და აქაო ჩვენო ვიბრო და თბოიზოლაცია გაუკეთოთ. რომ გაჩუნდესო და მე გამაგზავნა მასალის საყიდლად და ეხა გეგმაში გვაქვს რომ დაუყენოთ ღვედებიც, გავაკეთოთ ჭერის იზოლაციაც, აი ამ ჭერის, რომ აი ეს ტაშტის ხმა აღარ კონდეს და თან სითბო-სიცივის მხრივაც ის იყოს, რა ქვია, კარგი იზოლატორი იყოს და მაგასაც გავაკეთებ და წესით ხვალ უკვე, ანუ დემეტრემაც მომწერა, მზად აქვს, ყველაფერი დემეტრემაც ძალიან ყოჩაღად ერთ ღამეში, ანუ გუშინ რომ დავტოვეთ, დღეს შუა დღისით მომწერა, რომ ყველაფერი მზად მაქვსო. უბრალოდ არ ავაწყე, იმიტომ რომ ბარემ ღვედები დავემთავრებინე და მე ამეწყო და ამას რომ მორჩებით დღეს, ხვალ მივალ დემეტრესთან ჭერსაც დავაყენებ და მორჩა! ეს მანქანა მორჩა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მორჩა. დავიყალე. კაისო, წავედი ნიკასოლოდები და დაგიბრუნდებით მე. ესე იგი ეს მხარე დავაყენეთ. თავის ადგილზეა უკვე. და რომ გავიკეთებ მე განახებთ როგორია ჩემი კალხოზირებნები და ეს უკვე მეორე მხარეს ვაყენებთ ახლა. დავიწყეთ ესე იგი ჭერის აკორა. ხმის და მის ვიბროიზოლაციის. ნახოთ, ეხლა გადაღების აკორის პროცესს არ გადავიღებ, დასრულებას გადავიღებ. ცინა. წინა ნაწილი პირველი ფენა მორჩა. ეს სპეციალურად გვაქვს ესე შეტენილ მოტენილი, რომ მაქსიმალური ზედაპირი დაგვეფარა და მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ხმისგან და ტემპერატურისგან. ეს ზაფხული მექნება გრილი. ანიკა, მექნება გრილი ზაფხული? გრილი იქნება და კონდიციონერის სხვა. ხო, რა თქმა უნდა. ხო, სითბოსაც მოვასწრებ. მე მგონი სითბოს შეგრძნებასაც აუ, მოკლედ ეს მანქანა გამოდის აი როგორც მინდოდა რომ გამოსულიყო და აი ჩემი კალხოზირევნები ნახეთ როგორ სექსუალურად გამოიყურება. კაროჩე, ეს მანქანა ნახევარი არის ჯუბასი, ნახევარი არის შენი რა. ანუ ჯუბას მოცემული ნაწილებით არის ნახევარი აწყობილი და მეორე ნახევარი კიდე ნიკას გაკეთებულია სკამი, აბიუკა, რემენი, ჭერი და ეს რა ქვია, ჭერის ზედაპირს დემეტრე გავიკეთეს ბარემ და ეგ არის დამთავრებულია. სხვადასხვა ორივე ძალიან მაგრად აკეთებენ. ნიკას და დემეტრეს ჭერს, ნიკას გაკეთებული ჭერის მქონია და დემეტრეს გაკეთებული ჭერის მქონდა რენძზე და ამ შემთხვევაში უბრალოდ ნიკას არ ეცალა ეგ პერიოდი და მაგიტომ წავედი ისევ დემეტრესთან გასაკეთებლად და ორივე ძალიან კარგ ხარისხს დებს მაგ საქმეში და ორივეს ესე თვალდახუჭული ვენდობი ხუთიანზე აკეთებენ თავის საქმეს რა. ხანდახან იშვიათია ხოლმე ერთი ადამიანის პოვნა თავის საქმეს რო ხუთიანზე აკეთებს და მე ორი ყავს ნაპოვნი. ესეც ჩვენი ახალი ჭერი. ორი ფენა დამცავით. რატომღაც ეჭვი მაქვს რომ აქედან არაფრის ხმა აღარ იქნება არასდროს და არც ტემპერატურა არ შეგვაწუხებს არასდროს. მადლობა ნიკას. ესეც ჩემი ხუჟნური ემის ღვედები. რაღაც ისეთი ხო და გავეკეთები და მანქანაზე რა. არა რო არ ჯდება, არაფერში რო არ ჯდება, მაგრამ მაინც რა უნდა კონდეს რა. და ეს არის ჩემთვის აი ეს ღვედი რომელიც ავი რა, ემის ზოლებიანი ღვედია რა. რატო გავაკეთე მართლა არ ვიცი, რა თავის ღვედს არ ჭირდა არაფერი, მაგრამ აი რაღაცა რო არ გასვენებს გამჩენი რა. ხო და
ეხლა მივდივარ დემეტრესთან, ჭერი უნდა დავაყენოთ, ესე გამოიყურება ჩვენი იზოლირებული ჭერი ამ წუთას. ზევიდან არაფრის ხმა აღარ გვესმის, რაც არ უნდა წვიმდეს. ხო და თან ამით ეს ისტორია არ მთავრდება, ეხლა ჭერს დავაყენებ და მეგონა რომ всё დავასრულებ აქ, მაგრამ გამახსენდა ერთი რამ, რომ უკან ნასადგები აცაბაცად აყენია და მაგისთვის ილკაშივად შესასვლელი და გასაკეთებელია. და მეორე, როგორც ჭეშმარიტი S63, ალბათ ყველას გეხსოვებათ, რომ ეს ავტომობილი რომ მივიყარეთ გარედან გასაკეთებლად, ტექნიკურად სრულიად გამართული იყო, არაფერი აღარ აწუხებდა და ბლა 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 ბლა. აწუხებს, წყალს იკრებს, საიდანაც გასდის კიდე და კიდე რა, საიდანაც გასდის და ეგეც უნდა ვიპოვოთ და სავარაუდოდ ამ ვიდეოში მოხვდება ეგეც როგორ ვიპოვით და გავაკეთებთ და იმედია სადმე სიღრმეში არ გასდის და ეს ზემოდან შლანგი იქნება. აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ აი თან ყველაზე დიდი ეჭვიც მაქვს საიდან გასდის. და ძალიან არ მინდა რომ იქიდან გასდიოდეს, იმიტომ რომ აი ჩასვლა მაგრად მეზარება, აი მაგრად მეზარება. იგულისხმება დინამოს უკან Y პაიპი, Y-ის პატერეს ტრაინიკი ვაყენია, რომელზეც რო ვაწყობდი, აი მაშინ მეთანაღრებოდა გული რომ რაღაც შლანგები მეთქი ცოტა ნიტო ძის, არ არის კარგად, ანუ ვერ არის კარგად. ნახოთ რა გამოგვივა, თან მაშინ რატომღაც როგორც მახსოვს, ამაზე ავაწყე ტრაინიკი, როცა ალუმინის Y პაიპები მქონდა, მე მგონი მქონდა. და რატომღაც ტრაინიკი ავაწყე დიამეტრების გამო და მე მგონი აი მანდ მაგრად შევწდი. და ჩემი შესტომის საფასურის გადახდა მომწევს და ახლიდან დაშლა და ჩაძრობა. მოკლედ, წავედით ახლა დემეტრესთან და ნახოთ რა შეიძლება იქნება. საიდან ვიწყებთ, დემე? ჭერს შევიკავთ, პირველად მე სტოიკებით გავაგრძელებთ. პირველი ჭერი და მე სტოიკები. ხო, ჭერი არ იქნება ადვილი შესატანი მაგმანქანაში არასდროს. მაგრამ გამოცდილება აი ეს მეზიზღება რა ბოლოში რომ მოღუნვა უწეს რა. მაგრამ იტყდები. მაგრამ აბა ამას უყურეთ როგორია. ხელს რო უსმევ ქსიამოვნებს. ესე გამოიყურება ჩვენი ჭერი. ამ ხელა. უკა სხვა ჭერები რო კიდე ისინი სათამაშოები ვითარ. 230-ია სიგრძეში. მოხარება არ გინდა? დაჟე არანაირად ეგრეა საქმე. აი ეგ მომენტი, აი. იმედია ჩვენი გაკრული ხმის იზოლაცია არ შეგვიშლის ხელს. არა. ზემით. როგორ მოგეხმარო? არაფერი, რეზერვებში ჩასვი, ერთი კარის მაინც რო დაიჭიროს და მორჩა. აჰა, ოკეი, მაცადე, კამერა დავდო, თორე ვერაფერს ვესად ვერ ჩავს. გამაგარი დაშვილი იზოლაციები. არა, შანსი არ არის აქ ზემოდანაც ირამე ჩამოიტანოს. არც ტემპერატურა. ხო. და არც ხმა. არ ჩამოვა გამორიცხულია. ხო, მანამდე შინდა თიც რო ჭხილიც რო მიგერტყენ და ეგეთი ხმა ყოლოდა. ეხა ივინა კვადარკინა. ჩვენი ახალი ნოხების დროც მოვიდა. ის ძალიან გაუბედურებული იყო თავისები. ესენი ბოდიალს არ დაიწყებს? რას? ბოდიალს არ დაიწყებს, მაგრამ ისე ზის როს არ უნდა წავიდეს. ის ბოლომდე და. ხო, სადაც. BMW-ს ისინი რა ქვია, ხალიჩები. ხო. ხრიწი რაც არ უნდა დააკრა, არ იკრავს რა. თან არ იკრავს და თან იკეცება მე ზევით რა ხრიწიც არ უნდა დაგიკრა, ხა ამაზე ხრიწები გაკეთებული მაქვს სპეციალურად, აი, აქაც და აქაც რო არ იხოხიაროს. ხო. მაგრამ BMW-ს ისეთი ნოხია გზირის. არ იკრავს რომ მაინც. ამ ხრიწს არ იკრავს. იატაკით სუფთა გვექნება და ტვინი აღარ გაგვებურღება. აუ ეს მანქანა რო დამთავრდა მართლა არ მჯერა. არა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ცოტა დარჩა, ძალიან ცოტა. ცოტა ზუნგლიანი კი არის კედლები და რაღაცეები, მაგრამ ეს ორი დღე ისე თოვს რომ კიდე კარგად არის. და ქვეშაც ჭუჭყიანია, მაგრამ ეხლა წავალ სამრეცხავში და გავრიცხავ. და დავამსგავსებ. რასაც უნდა დაიმსგავსოს. ესე გამოიყურება ჩვენი კოვრიკები. აუ გვეღირსა, მეღირსა, მანქანის, ანუ წესიერი ინტერიერში ჯდომა მეღირსა. ესე გამოიყურება ჭერი. რა ბედნიერება. მანქანაში რო ზიხარ და არაფერი გეცემა თავში. და ქვევითაც რო სადღაც გაზის პედალში არ გაგაჭედილი. ძალიან კაია. მე ძალიან მომწონს. მიგუპაში. რაც
თქვა? აცხი. ესე იგი, ჩამოვახცე წილკრამდე, როგორც იქნა ჩემი ნანატრი კი არა მონატრებული ფორმა ჩავიცი. მართალია ცოტა დიდია, მაგრამ მაცვია. ესა ანტიფრიზიაც მოვა. კი, ნამდვილად. თან მოშნათ ეს ანტიფრიზი. ინტერტის არ აქვს. არა. აქ მაგ რაოდენობას ვერ ჩამოიტან და ეს რო იქიდან გასდიოდეს. ამიტომ რაღაც სხვა წერტილის ახე წინაც უსველია ეს ჩემ. სხვა წერტილის ეფექტია. გარა მოშნოთ ეს. იმას არ გაქვს. არა. აქაც სველია. სუხოის კი სველია. იმათო. აგერბატორზეც კიდია. ან სადღაც წინიდან მოდის. აშკარად. ჰიდრავლიკის ნასოსზეც კიდია, ოღონდ ეგ მე მგონი ჰიდრავლიკიზეც უფრო გავს. აქეთ ხარეს თითქოს არ არის. თითქოს. აქაც აბედაში. სუხოიზე კიდია. ხო. ანუ წინა აქ შეჩება. ის არ არის რაც მე მგონია. და აქ მე უკვე წამოღებული იქნება კარში და იმაში მოიტან და დანარჩენი. ბატონო. აი, მოდი ჯერ ის უკანა ხარი მორჩეთ თუ გასატკევი და მე ვიპოვოთ წყალისა ჯანდაბიდან გაგვდის. კი ბატონო, მე ვეთა. ბიჭო, თან მოშინად გაგვდის რა, ანუ ცოტა არ გაგვდის. ო, სალნიქს გავს ეხა უკვე. რა, რომელიც არის ტაქს. ბევრს არ დარჩენია. ვარ დავაჭირეთ მე ხდები ფერავს. პოლიცი დავაწვეთ შეჭი. ანუ ეგ უნდა გავუკეთოთ ყველა ვარიანტში. ხოიცი ხა ჩაკეტავს და აღარ გამოუშვებს. შეხედე ვეაფერს ვერ ხედავ ვაფშე. მე ვიცი რაც უკრა ხა სხვა გზა არ არის. რამეს ხედავ? აუ ეგ ჯდება? არა და ყველაფერი სველია. იმას უნდა გამოვუყოთ ყვალს. თქო. ეს ჩემი შემოქმედება. შეხედეთ აქ შრალჩას. კაი, მან შრალია. მოდი ავწევთ. მეცადე წრემა რამდენი უჭიროს. ცოტა დაიკლო რა, ცოტა გაზდის. კაი, ეხა აქ რაც შეეხება. აქ სუსველია, რა გავიკო. რა? კარტებს. ანტიფრიზია. ხო ზემოდან მოდის. და ვოაკ ეხა საშკარად. ვოაკი აქედან ვოაკ. პომპა. პომპა ხო შევცვალეთ ამაზე. აიგე? გამარჯობა. სნა და პომპას მოყვა. პომპა ამის დედას მე. პომპის კიზია აშკარად. ეხლა რო უყურებ მე მგონი პომპაში ცვლია. ო, ეგრე ჩანს. კაი, წამოზევიდან პომპაში ჩამოვიდეთ. უკვე ვიცით სადაც უნდა ვეძებოთ. ერთი პომპა იყო მთელი ალბათ და ო, მე მგონი რომ არ შემიძლია. თან პაჩევნიკიდან გავს. ეს არის ხო, აქედან მოდის აშკარად. პომპიდან მოდის ეს და ეს ის ადგილია, სადაც წეღან ვიყავით ქვევიდან. პომპა არა. იმენა პომპა. და ხوار დავაწვე შევხედოთ. დავაი მედი ან დავუშვი. აგეშშე. გამარჯობა. ამ ადგილას რა უნდა წყალსა. თან პომპაც არ გავს ახალს ნამდვილად. გორში რა უნდა ვაში სათენგო. მაგის დედა მე პომპაში რა უნდა წყალსა. კაი, ეხლა ეს როგორ გამორთოთ ჯერ გავორკიოთ. ვეძებთ რა რისი პომპა მიდის და თუ გავაძრეთ შენ მიდიხარ ყიდულობ მე ვშლი როგორ მოგწონს პლანი შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ აი სადღაც აკეთებს საქმეს. ვაფშე არ ჩაზოგში. ეს აი არ არის შეჩემო შეწეღანას ვაკეთებდი ის მოგენახები. საყოველო საიდან ისი იყო ჩაოლები.
ჩემო რა. ოპა. ნახე როგორ გაიგო? ვიცოდი. დროშა. უეჭველი ვიცოდი. ზოთ როგორ თამამაწვევი დადგები? გაკოტრიალ და აიღო. ესე იგი, როგორც იქნა ტექნიკურადაც დასრულდა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი, არის კიდევ რაღაც, არის კიდე საით შეიძლება მივიღწოდეთ და მაგალითად ჰიდრაულიკის ნასოსი აქვს მკვდარი, როგორც მოგესწრებათ, ჩვენს ძველ ვიდეოებში გექნებათ ნანახი, რომ ვიღაცამ Dexon 3, ანუ წითელი ATF-ი გააქანა და ტერცა შიგნით, მას მერე გამოცვალეთ რა ხევარი ჰიდრაულიკის სისტემა, საჭის მექანიზმი, ანუ რულაო ეგრეთ წოდებული მთლიანი, თუმცა ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჰიდრაულიკის ნასოსი მაინც იქნებოდა გადარჩენილი, მაგრამ რა თქმა უნდა, არა. ამჟამად ხმა აქვს, არ უჭირს ჯერჯერობით არაფერი, ხმა აქვს უბრალოდ და ეს ხმა იმის მომასწავლებელია, რომ ძალიან მალე მოკვდება. ანუ ეს ახლა წერილს წერს და ამ წერილსაც მალე წაიღებს ძალიან იქ, სადაც წასაღებია. ამიტომ ჰიდრაულიკის ნასოსი შესაძლებელი იქნება, თუმცა ტექნიკურად დანარჩენი თუ კი არა და თუ აღარ უნდა ანუ თვალი არ იცის. პომპა როგორც ნახეთ, გამოცვალეთ, დაჰაერდა, მუშაობს, რა თქმა უნდა, არც არაფერი აღარ გაგვდის, არც წყალი აუწევია და არც დაუკლია მას მერე და ნუ სიარველთაც დადის ტექნიკურად სრულიად გამართულია, ნუ კოლოფის სიჩქარის შეცვლის ამბოს თუ არ ჩავთვლით, ცოტა ნაადრევად რო გიცვლის, მაგრამ მაგისთვის მოვიცრი და გავაკეთებ. შეიძლება ანუ YouTube-ზე ალბათ ეგ ვიდეო აღარ მოხვდება, მაგრამ შეიძლება პატარა TikTok ან short-ის ვიდეო გადავიღო და უბრალოდ ავხსნა რა როგორ გავაკეთე, რა გამოგვივიდა. მოკლედ, ეს არის ჩვენი დასრულებული ვარიანტი. მე ძალიან მომწონს. თქვენი აზრის დაგვიწერეთ, რამდენად მოგეწონათ, ანუ ის რაც გამოგვივიდა, ის ჩემი კითხვის ნიშნები რაც მქონდა დისკებთან დაკავშირებით, ფერთან დაკავშირებით. ანუ საბოლოო შედეგი მე ძალიან მომწონს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ მოეწონება და ბევრს კითხვის ნიშნები კიდე დარჩება კი არა და იტყვის რომ რას გავს. ამიტომ თუ მაგას ფიქრობ რომ რას გავს, შეგიძლია დაგვიწერო და გვანახო უკეთესი როგორი იქნებოდა. სიამოვნებით რა ხავ? და შემდეგზე ანუ ჩემგან მოსალოდნელია რომ ერთ თვეში კიდე დავდო 60 ვიდეო, სადაც ახალ ფერს ვაკრავ და ახალ დისკებს ვაყერებ რა, ჩემი რა ფინდის. ეგეთი გამო არ ვიტყვი, გამოები მახასიათებს ხოლმე, ამიტომ ნახოთ. დროებით. შემდეგი საინტერესო ვიდეოთი დაგიბრუნდით.